სომატური სიმპტომების აშლილობა არ არის მოგონილი ავადმყოფობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა შეცდომით ამუშავებს სხეულიდან წამოსულ სიგნალებს. ამ დროს ტვინი ხდება ზემგრძნობიარე. მცირე დისკომფორტსაც კი, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეამჩნევდა, ჩვენი ტვინი აღიქვამს როგორც განგაშს და მძაფრ ტკივილს. ირღვევა ნეიროტრანსმისტერების ბალანსი, რომელიც პასუხისმგებელი არიან ტკივილის ფილტრაციაზე. შედეგად, ტკივილის ფილტრი აღარ მუშაობს და ყველა სიგნალი ყვირილით აღწევს ცნობიერებამდე. სიმპტომები შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ყველაზე ხშირია თავის, წელის და კუნთების მუდმივი დაძაბულობა. ასევე კუჭის ტკივილით მიმდინარე ნევროზის დროს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, სპაზმები, შებერილობა, კიდურების დაბუჟება, ყელში ბურთის შეგრძნება, თავბრუსხვევა. რატომ გვემართება ეს? მეცნიერება ამას დათრგუნულ ემოციებს უკავშირებს. როდესაც ადამიანი ქრონიკულ სტრესშია, განიცდის შფოთვას, ან აქვს გადაუმუშავებელი ტრავმა, მაგრამ ამას სიტყვებით ვერ გამოხატავს, სხეული იღებს დარტყმას თავის თავზე. სხეული იწყებს ლაპარაკს ტკივილის ენით. როგორ უნდა გადავტვირთოთ ეს სისტემა? მხოლოდ ტკივილის გაყუჩება აქ ვერ დაგვეხმარება. პრობლემა არა ორგანოში, არამედ ნერვულ სისტემაშია. პირველი ეს არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. ეს არის ოქროს სტანდარტი. სწავლობთ, როგორ არ მოახდინოთ სიმპტომების კატასტროფიზაცია, რაც ავტომატურად ამცირებს ტვინის განგაშის დონეს. ფიზიკური რეაბილიტაცია. მოძრაობა ეხმარება ნერვულ სისტემას, ხელახლა ისწავლოს სხეულის სწორად აღქმა.